მოგესალმებით ჩინხოფერის სამზარეულოდან, მე შევ სოლომონი. დღეს მე გადავწყვიტე მოგიმზადოთ ფუსილის სალატი. ფუსილი ეს გახლავთ მაკარონის ერთ-ერთი სახეობა. სალატის მოსამზადებლად მე დღეს დამჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: კინძი და ოხრახუში, წიფელი და მწვანე ბულგარული, სტაფილო, დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ინგრედიენტები: მაკარონი ფუსილი როსანას ფირმის, შებოლილი ნეკნები და ტორჩინის ფირმის მაიონეზი. თქვენ კი ამ ყველაფრის შეძენა შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, შინხოფერის მაღაზიათა ქსელში. ფუსილი უკვე მოხაშულია, შეგვიძლია გადავწუოთ. მაკარონს როცა ვაციებთ, უნდა დავასხათ ზეთი. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ ზეითუნიზეც, რომ არ შეიწებოს გაციების მომენტში. სანამ ჩვენ ველოდებით მაკარონის გაციება, ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ დანარჩენი ინგრედიენტები. უკვე მოვიმზადებ ჭურჭელს, სადაც შეგვიძლია გადავიტანოთ. სტაფილო დავჭერთ ხელს ლაისება. სტაფილოსაც დავჭერთ ანალოგიურად, მოგრძო ფორმებად. სასურველია ყველა ინგრედიენტი იყოს თითქმის ერთგვარი და დაჭერილი. შევამოწმოთ ჩვენი მაკარონი, გაცვლიდებოდა ალბათ უკვე. უკვე გაცვლა. შეგვიძლია გადავიტანოთ დანარჩენ ინგრედიენტებთან. მე უკვე წინასწარ მაქვს მომზადებული ღორის ნეკნები, გაჩვენებთ. არის ასეთი ძვლიანი, შეგიძლიათ ძალიან მარტივად გამოაცალოთ თქვენს ძვალი და დაჭრათ სასურველ ფორმებად. როგორც ხედავთ, გამოვიდა ეს რაოდენობა, სრულიად საკმარისია. გადავიტანოთ დანარჩენ ინგრედიენტებთან და ვუმატებთ ტორჩინის ფირმის მაიონეზს. დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი, დავუმატოთ ბოლოში მწვანილი, მეტი ფრეშ გემოებისთვის. კარგად ამოურევთ, რადგან მდოგვი და მაიონეზი თითოეულ ინგრედიენტს კარგად შეერწყას. შეგვიძლია სალათი გადავიტანოთ თეფზე, გავასერვიროთ. სურვილისამებრ შეგვიძლია მოვაყაროთ მწვანე ხახვი, გაფორმებისთვის ან უბრალოდ გემოთვით. ჩვენ დღევანდელი კერძი კი ამით დასრულდა. მე კი გემშვიდობები მომავალ გემრიელ კვირამდე.